საქართველოს საზღვაო პოტენციალის გაცნობის მიზნით ბათუმს სამხრეთ კორეის სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ეწვივნენ. დღეს გამართულ შეხვედრას ასევე კორეის გემების რეგისტრაციის ევროპის რეგიონული შტაბის წევრებიც ესწრებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის საზღვაო დარგში თანამშრომლობის სამომავლო გეგმები და მეზღვაურების დასაქმების პერსპექტივები განიხილებოდა. დღესვე უცხოური დელეგაცია ნავსადგურებსა და კერძო საზღვაო კომპანიებს მოინახულებს. სამხრეთ კორეის დელეგაცია საქართველოში ვიზიტს ხვალ დაასრულებს სამომავლო ორ ქვეყანას შორის საზღვაო დარგში ურთიერთ თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებაც იგეგმება. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი საზღვაო სფეროს განვითარებისთვის. ჩვენ შევეცდებით ხელი შეუწყოთ ქართველ მეზღვაურთა წვრთნისა და განათლების სისტემის გაუმჯობესებას, მეზღვაურთა დასაქმებას. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ვიზიტი იქნება ნაყოფიერი ნავსადგურების განვითარების კუთხით. სამხრეთ კორეა არის წამყვანი საზღვაო ინდუსტრიის ქვეყანა, განსაკუთრებით მეზღვაურთა დასაქმების კუთხით გვაინტერესებს, რადგან უკვე მათ გამოთქვეს ინტერესი ქართველი მეზღვაურების სავარაუდო დასაქმებაზე მომავალში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, განსაკუთრებით საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მთავარი მიზანიც ეგ არის, რომ ქართველი მეზღვაურების დასაქმებას შეუწყოს ხელი. გარდა ამისა, ამ დელეგაციის ვიზიტზე სავარაუდოდ დამოკიდებული იქნება მომავალში საქართველოში საზღვაო ინდუსტრიის სხვა მიმართულებების განვითარება, კერძოდ გემთმშენებლობის, გემთა შემკეთებელი ქარხნების გამოიკვეთა თანამშრომლობის პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებით. უახლოეს მომავალში ქართული დელეგაცია სავარაუდოდ საპასუხო ვიზიტს განახორციელებს კორეის რესპუბლიკაში, სადაც ასევე განხილული იქნება არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის კორეული ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა საქართველოს სანავსადგურე საზღვაო სექტორში.